ეხება და რუსულსაც ძალიან გატეხილად კითხვა რომ დასვა შეიძლება პასუხი ვერ მიიღოს. შეხვედრა მეტად საინტერესო და მეტად საჭიროა იმ კუთხით, რომ დღეს ფაქტიურად უკვე დღევანდელ მთავრობას სურს განიხილოს ის სტრატეგია, რაც იქნება შემდეგ წლებში ტურიზმთან დაკავშირებით და ის პოლიტიკა უფრო მკაფიოდ ჩამოაყალიბონ, რომელიც ტურიზმში იქნება განხორციელებული. აქ ყველაზე საინტერესო ჩემთვის იყო ის, რომ ეს იყო თვითონ ბატონი გიორგის ინიციატივა, ანუ ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის დეპარტამენტისაც, რომ უნდა შეიქმნას საბჭო, ეს იქნება მრჩეველთა საბჭო, დაახლოებით 7-9 კაციანი, რომელიც იმუშავებს იმ პრობლემატიკაზე, რაც ტურიზმშია შექმნილი. მე ძირითადად გამოვხობთ სამი სახის პრობლემას, ეს არის თვითონ კადრები, ანუ ადამიანური რესურსები, ეს მომსახურების სფერო, ეს არის ინფრასტრუქტურა, თვითონ მოწყობა, მიუხედავად კიდევ ერთხელ ვიმეორებ დიდი საქმიანობისა, რაც წარიმართა ამ კუთხით. და მესამე აი აქ არის ძალიან დიდი ჩავარდნა, მე ვიტყოდი, ეს არის ტურიზმის უსაფრთხოების საკითხი. პირველ რიგში დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ ჩვენი კომუნიკაცია კერძო სექტორთან უფრო აქტიური იყოს, გადაწყვეტილებებში ისინი უფრო მეტად ჩართულნი იყვნენ, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ გავაცანით მომავალი წლის გეგმები და უკვე შემდგომ იყო, რა თქმა უნდა, ასევე გაცნობითი ხასიათის შეხვედრა უკვე ახალ ხელმძღვანელობასთან ერთად. ესეთი სახის შეხვედრები, რა თქმა უნდა, ყოფილა, მაგრამ რა თქმა უნდა, მინდა ისიც აღვნიშნო, რომ უფრო ინტენსიური გახდება, ვიდრე იყო. ჩვენი ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გაუქმება ნამდვილად არ იგეგმება და ოპტიმიზაცია სიტყვა იყო დაკავშირებული კონკრეტულად ჩვენ ბიუჯეტთან მიმართებაში. ჩვენ დავარწმუნეთ და დაუდასტურეთ ტურისტულ ინდუსტრიას, რომ ტურიზმი არის ახალი ხელისუფლების პრიორიტეტი და ჩვენ მრავალ კარგ საქმეს გავაკეთებთ ამ მიმართულებით. ჩვენ გვინდა შევთავაზოთ ინდუსტრიას, რომ შეიქმნას მრჩეველთა საბჭო, რომელიც განიხილავს ინდუსტრიაში შექმნილ ვითარებას და მიიღებს სარეკომენდაციო გადაწყვეტილებებს, თუ როგორ უნდა განვითარდეს მთლიანად ინდუსტრია. ბევრი პროექტი ამ მიმართულებით გაგრძელდება, განსხვავება რაც იქნება და ვფიქრობ, რომ ეს დრომ მოიტანა, იქნება ის, რომ ყველა საქმე, რასაც ჩვენ გავაკეთებთ, იქნება გაზომილი როგორც თანხაში, ისე შედეგებში.